თავი მე-17 მეფესთან ახლოს. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიხწოდით. არამედ მივიღოთ სრული საზღაური. მეორე იოანეს 8 მუხლი. სიძნელეები გარდაუვალია. თუ სწორი განზრახვა გვექნება, ეს ჩვენს წინ მდებარე სარბიელის შეუპოვრად გარბენას შეგვაძლებინებს. მაშინ, როდესაც მოტივაციის სიმცირის გამო სხვები მერყეობას დაიწყებენ, ან საერთოდ გაჩერდებიან. მოტივაცია უმთავრესი რამ არის სარბიელით კარგად დასრულებისათვის. პირველი ჯილდო ეს არის მოგიწოდონ ღმერთის საუკუნო სახლის მშენებლობაზე. როცა იცი, რომ შენმა მცდელობამ დაიმსახურა სიტყვა ყოჩაღ. მეორე საზღაური უფრო თვალსაჩინოა და წარმოაჩენს თუ რამდენად ახლოს ვიქნებით იესო ქრისტესთან მარადისობაში. ახლო ურთიერთობა მეფესთან. მრავალწლიანი მოგზაურობისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრ მორწმუნესთან შეხვედრის შემდეგ ზოგჯერ ვფიქრობ, დასავლეთში მცხოვრები მორწმუნეების დიდ ნაწილს ღმერთი სოციალისტი ხომ არ გონია. ბევრ მორწმუნეს მიაჩნია, რომ ღმერთი ყველას თანაბრად მიუზღავს და რომ ყველას ერთნაირი ძალაუფლება, პასუხისმგებლობა და პატივი ექნება ახალცაზე და ახალ მიწაზე. ვინც ასე ფიქრობს, ჭეშმარიტებაში ვერ გარკვეულა. მართალია, ღმერთის მიერი გამოსყიდვა ყველასთვის თანაბარია და საქმეებზე არ არის დამოკიდებული, უფალი მისი სიტყვისადმი მორჩილების მიხედვით მოგვიზღავს. სარბიელის კარგად დასრულებისათვის ჩვენი ყველაზე დიდი საზღაური ის იქნება, თუ რამდენად ახლოს ვიქნებით მარადისობაში იესოსთან. არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმასთან ყოფნა, ვინც გიყვარს და ვისაც ეთაყვანები. წმინდა წერილი ამის ნათელ მაგალითს წარმოგვიდგენს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც საუბარია გამარჯვებულთა ჯგუფზე, რომელიც მიხვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს, გამოცხადების 14-4-ია. რამხელა პატევია მარადიულად მიჰყვა იესოს იქ, სადაც არ უნდა წავიდეს. ეს ჭეშმარიტება ასევე ნათლად ჩანს სახარებებში. იესოსთან თხოვნით მიდის ორი მოწაფის დედა. სიტყვა მომეცი უთხრა მან იესოს, რომ ეს ჩემი ორი ძე დასწნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ, შენს სამეფოში. მათეს 20:21. რა თქმა უნდა, ყველაზე საპატიო ადგილი იესოს გვერდით ჯდომა იქნებოდა. ამაზე უკეთესი ადგილი არ შეიძლება არსებობდეს. ბიბლიაში ვკითხულობთ ანგელოზების, სერაფიმების შესახებ, რომელიც ძალიან ახლოს არიან ღვთის ტახტთან. ესაიას 6 თავის 1-6 მუხლები. ისინი შეუჩერებლად გაიძახიან და გასძახიან ერთმანეთს, წმინდა, წმინდა, წმინდა არსუფალი. ქრისტიანები თავიანთ საგალობლებში იყენებენ ამ სიტყვებს. თუმცა ისინი ამ სიტყვებს იმისთვის არ მღერიან, რომ ღმერთს საკუთარ თავზე კარგი განწყობილება შეექმნას. არა, ისინი იმის საპასუხოდ მღერიან, რასაც ხედავენ. ხედავენ რა ღმერთის დიდების რომელიმე გამოვლინებას, ერთადერთი რისი გაკეთებად შეუძლიათ შემდეგი სიტყვების წარმოთქმაა: წმინდა არს, მეტიც. ეს იმდენად ძლიერი შეძახილია, რომ ამ ხმის გამო იმ დარბაზის კარის საყრდენები ირყევა, სადაც ზეცაში მყოფი მილიარდობით ანგელოზი და წმინდანია. ამ ძლიერ ანგელოზებს არ ბეზრდებათ თავიანთი მარადიული მოვალეობა. ისინი ნამდვილად არ ფიქრობენ, 10 ტრილიონი წელიწადი ამას ვაკეთებთ, ცოტა მოგვბეზრდა. იქნებ ღმერთმა სხვა ვინმე მოიყვანოს ჩვენს ადგილზე, რომ შევისვენოთ და ზეცის სხვა ადგილებიც მოვინახულოთ. არავითარ შემთხვევაში. ზეციურ ანგელოზებს სხვაგან ყოფნა არ სურთ. მთელ სამყაროში არ არსებობს უფრო უკეთესი ადგილი, ვიდრე ღმერთის გვერდით ყოფნა, სადაც მისი დიდებულება და სიბრძნეა. მარტივად რომ ვთქვათ, არაფერია ქნილებებს შორის ისეთი თვალის მომწყვეტი, ვიდრე თავად შემოქმედი. უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერია მისთვის დაფარული და როდესაც მასთან ახლო ხარ, ყველაფერს გადმოსახეთიდან ხედავ. ერთ ძალიან სუსტ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ ალბერტ აინშტაინის, ნეილ ამსტრონგის ან ისააკ ნიუტონის გვერდით ზიხარ და ტელესკოპით უყურებ კოსმოსს. რამდენი რამის გაგებას შევძლებდით? მართალია ეს ძალიან შორს არის იმისგან, რომ ზუსტად აღვწეროთ თუ როგორ ხედავს ღმერთი ყველაფერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამიგებთ რის თქმაც მინდა. ერთ მსახურს ვიცნობ, რომელიც ზეცაში იქნა წაყვანილი. იქ ყოფნისას მას ტახტის სიახლოვეში ყოფნის ძლიერი, გარდაუვალი სურვილი გაუჩნდა. და ზეცაში მყოფთაგან ყველას მსგავსი სურვილი ჰქონდა, ყველას სურდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო უფალთან.
ჩემმა მეგობარმა აღტაცებულმა მითხრა, რომ ზეცა გაცილებით მშვენიერია, ვიდრე მას წარმოედგინა. მაგრამ ზეცაში იმაზე ძლიერი სურვილი არ ყოფილა, ვიდრე ღმერთთან ახლოს ყოფნა. დაუბრუნდები იაკობის და იოანეს დედის თხოვნას. იესომ მას უპასუხა, ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის. არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ. მათეს სახარება 20:23 მუხლი. ისმის კითხვა: ზეცაში მართლა არსებობს საპატიო ადგილები? ან იქნები იესო მიუთითებდა მათ, რომ არ ეძიათ საპატიო ადგილი? რაში გაინტერესებს, ვინ უფრო ახლოს იქნება ჩემთან და მამაჩემთან? შენს და შენმა შვილებმაც უბრალოდ ღმერთისთვის უნდა იცხოვროთ. და ერთ დღეს ღმერთი გადაწყვეტს, ვინ რა საზღაურსა და პატივს მიიღებს. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მე რას გავაკეთებ და არა იმაზე, შენ რას აკეთებ, ამიტომ ამაზე ნუ ვიდარდებ. ამ კითხვაზე სათანადო პასუხის გასაცემად კიდევ ერთ კითხვას გადავხედოთ, რომელიც იესოს დაუსვეს საუკუნო სიცოცხლესთან დაკავშირებით. ერთხელ მასთან სადუკეველი მივიდა და ცდილობდა იესო თეოლოგიურ საკითხში ჩაეჭრა. იყო 7 ძმა, დაიწყო სადუკეველმა. უფროსმა ძმამ ცოლი მოიყვანა, მაგრამ უშვილოდ მოკვდა. შემდეგ მეორე ძმამ შეირთო უფროსის ცოლი და ისიც უშვილოდ მოკვდა. და გაგრძელდა ასე, ყოველი ძმის სიკვდილის შემდეგ მომდევნო ძმა ირთავდა ამ ქალს ცოლად. შემდეგ სადუკეველმა ჰკითხა აღდგომისას ამ შვილიდან, რომლის ცოლი იქნება ის ქალი? პასუხი, რომელიც იესომ სადუკეველს გასცა, განსხვავებული იყო იმ პასუხისგან, რომელიც მისი მოწაფეების დედა მიიღო. ქორწინება მიწაზე მყოფთათვის არის. მაგრამ ზეცაში ასე არ იქნება. ვინც ღირსნი არიან, მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან. ვინაიდან მათ არც სიკვდილი არ შეუძლიათ. ისინი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან, ძენი აღდგომისა. იესომ სადუკეველს შეუსწორა და შემდეგ განუმარტა, თუ როგორი იქნებოდა ზეცაში ქორწინება. თუმცა იესომ იაკობის და იოანეს დედას არ შეუსწორა. მან ხაზი გაუსვა ზეცაში საპატიო ადგილების ყოფნას და რომ ეს ადგილებია, რომლებიც მასთან ყველაზე ახლოს არის. ეს ადგილები მამა ღმერთისაგან ჯილდოს სახით იქნება გადანაწილებული. წმინდა წერილის სხვა მუხლებშიც ჩანს, რომ საპატიო ადგილები იმათ გადაეცემათ, რომლებიც სარბიას კარგად დაასრულებენ. შეუპოვარ მორწმუნეებს. ის რაც გველის. ამ ჭეშმარიტების დანახვა იეზეკიელის წიგნშიც შეიძლება. მართალი აქ საუბარია ძველი აღთქმის მღვდლებზე, მაგრამ ეზეკიელი წინასწარმეტყველურ სიტყვას გადმოგცემს, აჩრდილს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ცხოვრება ღმერთის საუკუნო სახლში, სიონის დიდებულ ტაძარში. წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით ღმერთი ლევიანების, ძველი აღთქმის მღვდლების შესახებ საუბრობს. რა კავშირშია ეს ჩვენთან? იოანე მოციქული გვეუბნება. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი წოდებისგან და გაგხვდა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გამოცხადების 1:5-6. ნახე, როგორ გამოვყავი სიტყვა მღვდლები. ქრისტიანები, რომელიც სულით არიან შობილნი, ღვთის წინაშე საუკუნოდ მღვდლები არიან. მოისმინეთ ღმერთის სიტყვა. რადგან ლევიანები, რომლებიც მომშორდნენ ისრაელის განდგომისას, რომლებიც განდგნენ ჩემგან და მიხვებოდნენ უკან თავიანთ კერპებს, იტვირთავენ სასჯელს თავიანთი ურჯლოების გამო. და იქნებიან ისინი ჩემს საწმინდარში მსახურებად, ტაძრის კარიბჭის მეთვალყურეებად და ტაძრის სამსახურის აღმსრულებლებლად. იეზეკიელის 44:10. სიტყვა კერპები ისრაელის კერპთაყვანისმცემლობაზე მიუთითებს. დღევანდელობაში კერპთაყვანისმცემლობას უწინდებური სახე აღარ აქვს. თუმცა იგი ისევე ამაზრზენია ღვთის თვალში, როგორც ეს ადრე იყო. ჩვენ გვეთქვა, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები, რაც კერპთაყვანისცემაა. კოლასელთა 3:5. ამ ქვეყნიერების სიამტკბილობისკენ ლტოლვა სწორედ რომ კერპთაყვანისმცემლობაა. ჩვენს დასავლურ სამყაროში კერპია ფული, მატერიალური საგნები, სტატუსი, პოპულარობა, სიამოვნება, სახელი და ნებისმიერი რამ, რაც ბოროტ გულისხმასთან
და ამბიციებთან არის დაკავშირებული. კერპად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი რამ, რისი სიყვარული და სურვილი ღმერთის სიყვარულს აღემატება. კერპია ის რაღაცა, ან ვიღაცა, რასაც ან ვისაც ჩვენ საკუთარ ძალას ვაძლევთ და მისგან ვიღებთ შემართებას. კერპთაყვანისმცემლობამ პრაქტიკულად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება იჩინოს თავი. შესაძლებელია ეს ისეთი მარტივი რამ იყოს, როგორიც არის ჭამა. ბევრი ქრისტიანია, რომელიც საკვებს არის დახარებებული. როდესაც ცუდ ხასიათზე დგებიან, ჭამას იწყებენ, უხარიათ, ჭამენ. თუ რაიმეს კარგი გემო აქვს, ჭამენ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასში ვიტამინები. ისინი ნაგავსაც კი მოინელებენ საკუთარ სხეულში მისი სასიამოვნო გემოს გამო. მანქანაში გამოცვლილ ზეთს ან დაბინძურებულ საწვავს არ ჩაასხამენ, მაგრამ როდესაც საქმე საკვების მავნებლობას და რაოდენობას ეხება, ყურსაც არ შეიბერტყავენ. მათთვის საჭმელი კერპად იქცა. რადგანაც ისინი ძალას საკვებიდან დროებით მიღებული გემოსგან იღებენ. მიღებულ ძალას სწორედ ამ შეგრძნებებს ახარჯავენ. ადამიანის სურვილი გახდეს ცნობადი სახე ასევე შეიძლება ჩაითვალოს კერპთაყვანისმცემლობად. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეკლესიაში, სამსახურში, ზოგადად საზოგადოებაში საპატიო თანამდებობა დაიკავონ. ისინი მზად არიან ჭორები ააგორონ, მოიტყუონ, ვიღაცა გააკრიტიკონ, რათა ამით საკუთარი სურვილების განხორციელება შეძლონ. ისინი ძალას იღებენ პოპულარობიდან, მოწოდებიდან და სახელის მოხვეჭიდან. შედეგად საკუთარ ძალას ამ ყველაფერს მოახმარენ. კერპს შეუძლია შეუპოვარი ერთგულება შემოგაძარცვოს. ის მოგპარავს იმ ძალას, რომელიც სარბიელის კეთილად დასასრულებლად გესაჭიროება. ზემოთ ეზეკიელის წიგნიდან მოყვანილ მუხლებში ღმერთი მიმართავს იმ მორწმუნეებს, რომლებმაც ღმერთის გზა დროებით სიამოვნებაში გაცვალეს. შესაძლებელია ასეთმა კერპებმა დროებითი კმაყოფილება მოგანიჭონ, მაგრამ ისინი ვერ გამოდგებიან მარადისობისთვის. ღმერთი ამბობს, რომ კერპთაყვანისმცემლები ყველა ჩადენილი არასწორი საქციელის გამო პასუხს აგებენ. ისინი გადარჩებიან, მაგრამ როგორც ცეცხლისგან. ისინი იქნებიან ღმერთის სახლში, მაგრამ ისე, როგორც მსახურები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმის შესასრულებლად. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩვენს გვესაუბრება აქ და ახლა. მას არ სურს, რომ შენ ვერ გახდე იმ სიმდიდრეების მოზიარე, რომელიც მას ჩვენთვის აქვს შენახული. ზეცა გაცილებით მშვენიერი იქნება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. დედამიწაზე არსებულთაგან მის ბრწყინვალებას ვერაფერი შეედრება. თუმცა ზეცაში სტატუსი იარსებებს. აღმატებული პატივის და ნაკლები პატივის ადგილები. ღმერთის სახლში არსებული ნებისმიერი სტატუსი დედამიწაზე არსებულ ყოველ წოდებაზე გაცილებით უკეთესია. თავად დავითი ამბობს, მირჩევნია ღმერთის სახლის ზღურბლთან ვიდგე, ვიდრე ბოროტების კარვებში ვბინადრობდე. ფსალმუნის 3:10. მესიჯის ბიბლიის ვერსია მშვენიერ პერაფრაზირებას უკეთებს ამ სიტყვებს. შენს სახლში თაყვანისცემის მშვენიერ ადგილას გატარებული ერთი დღე საბერძნეთის კუნძულების სანაპიროებზე გატარებულ 1000 დღეს ჯობია. მირჩევნია ჩემი ღმერთის სახლში იატაკს ვხედავდე, ვიდრე ცოდვით ახსვილ ადგილას საპატიო სტუმრად ვიყო მიღებული. დავითი ამბობს, სხვა ადგილებში ყოფნას ღვთის სახლში მიჯობს, უბრალო მსახური ვიყო. მთელ სამყაროში ღმერთის სახლზე სასურველი სახლი არ არსებობს. ამ სახლში მისი თანდასწრება სოფევს. სიონში ნებისმიერი სახის სტატუსი სხვაგან უფრო აღმატებულ სტატუსებზე უკეთესია. მაგრამ აქ ის მთავარი საკითხი არ უნდა გამოგრჩეს, რომელსაც ღმერთი გვიჩვენებს. რადგანაც მას ძალიან ვუყვარვართ, ის გვაფრთხილებს იმ პოტენციურ მწუხარებაზე, რომელსაც იმ შემთხვევაში ვიწვნევთ, თუ ვერ გვექნება მისადგომელი იმასთან, რაც ყველაზე საუკეთესოა. საზღაური, რომელიც მარადისობაში ღმერთთან ყველაზე ახლოს ყოფნას გულისხმობს. მორწმუნეთა სამჟავროს დღეს ცრემლები იქნება, ხოლო ღმერთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ღმერთი მოსმენს ყველა ცრემლს მათ თვალებიდან. გამოცხადების 21:4. მაგრამ იმის გააზრება, რომ ჩვენთვის მოცემული სიცოცხლის დრო არასწორად გამოვიყენეთ, არ მოგშორდება.
მუდამ გვეცოდინება თუ რა გამოვტოვეთ იმის გამო, რომ დროებით და ამაო საკითხებს ვიყავით გამოდევნებულნი. ეს საუკუნო მნიშვნელობის დანაკარგია, რომელზეც მე წინა თავში ვისაუბრე. მეორეს მხრივ გადავხედოთ რას ამბობს ღმერთი. მღვდლები კი ლევიანები, ცადოკის ძენი, რომელიც ასრულებდნენ ჩემი საწმიდრის მოვალეობას, როდესაც განდგნენ ისრაელის ძენი ჩემგან, მომიახლოვდნენ მე, რათა მემსახურონ და იდგნენ ჩემს წინაშე. ეზეკიელის 44:15. მიუხედავად იმისა, რომ აქ ღმერთი ძველი აღთქმის მღვდლების შესახებ საუბრობს, დაწერილია, რომ ეს არის აჩრდილი მომავლისა და რომ ყველაფერი რაც მოხდა ჩვენს სამაგალითოდ მოხდა. 1 კორინთელთა 10:11. ხშირ შემთხვევაში ძველ აღთქმაში გადმოცემული სიტუაციები მომავლის აჩრდილს და მაგალითს წარმოადგენს. დაუკვირდით სიტყვას მემსახურონ. ერთია ამ სახლის მსახური იყო, იატაკს ხეხავდე, ის როგორც დავით სურდა, მაგრამ სრულიად სხვა რამეა ემსახურებოდა ღმერთს. 1983 წელს, როდესაც სრული დროით მსახურება დავიწყე, 8000 წევრიანი ეკლესიის წევრი ვიყავი. ეს ეკლესია არა მხოლოდ ჩემს ქალაქში იყო ცნობილი, არამედ მის შესახებ მთელ მსოფლიოში ჰქონდათ გაგებული. ერთ დროს ამ ეკლესიაში დაახლოებით 450 კაცი ემსახურებოდა ღმერთს. მე ეკლესიის მწყემსის და მისი მეუღლის დამხმარე ვიყავი. მათ მიმართ მსახურების გაწევა ჩემთვის პატივი იყო. მე სხვა მსახურებზე მეტად პრივილეგირებული ვიყავი, რადგან ჩემი ოფისი ხუცესის ოფისის გვერდით მდებარეობდა. ხშირად მიწევდა მათ სახლში ყოფნა და ხშირად მათთან და მათთან მყოფ ცნობილ მსახურებთან ერთად მიწევდა სადილი. ამ დროს შიშით მოცული ვიჯექი ხოლმე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც ვფიქრობდი იმას, რამდენად გამიმართლა, რომ ამ ბრწყინვალე ლიდერებთან ასე ახლოს ვიმყოფებოდი. ვისმენდი ბრძნულ აზრებს, რომლის მოსმენის პატივი მრავალ ჩემს თანამსახურს არ ჰქონდა. ბევრი მაშინ მოსმენილი კარგი აზრი დღემდე მადგება ცხოვრებაში. თელს ეკლესიაში ყველას ჩემი ადგილის დაკავება უნდოდა. თანამსახურები ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ გაგიმართლა, რომ ასეთ მსახურებაზე განგაწესეს. ზოგი შურით მეუბნებოდა, აჰა, როგორ მოხვდი ამ პოსტზე? რით დაიმსახურე? სხვები ხშირად მეკითხებოდნენ, ვინ დაიკავებდა ჩემს ადგილს, თუ მე სხვა მსახურებაში გადამიყვანდნენ. ვიცოდი, მართლები იყვნენ. ჩემი პოსტი მთელ მსახურებაში საუკეთესო იყო. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როდესაც ასეთი პატივი გვაქვს ადამიანს თვით ღმერთთან. ის შეუპოვარი მორწმუნეები, რომლებიც საკუთარ საქმეს კარგად აკეთებენ და მირბიან მათ წინ არსებულ სარბიელზე, სასუფეველში ღმერთის თანდასწრებასთან ყველაზე ახლოს იქნებიან. ისინი საპატიო ადგილებს დაიკავებენ ღვთის წინაშე, როგორც ღმერთი ამბობს ეზეკიელის 44:28-ში. და ეკნებათ მათ სამკვიდრებელი და მე ვარ მათი სამკვიდრებელი. ღმერთო, განა შეიძლება ამაზე უკეთესი ჯილდო არსებობდეს? მასთან ყველაზე ახლო ისინი იქნებიან, ისინი მოისმენენ მის აზრებს, ისინი მიიღებენ მის ხედვებს, მომავლის გეგმებს, რომლებიც მისი ერთგულებით დარჩებიან. ჩვენ ტახტზე დავждებით და მასთან ერთად ვიმეფებთ. რა საოცარი აღთქმაა! აი კიდევ ერთხელ მოვისმინოთ პავლეს შეგონება. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი უხრწნადისაა. ამიტომ მე გავრბივარ, არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომ ჰაერს ვცემდე. 1 კორინთელთა 9:25-26 მუხლები. პროფესიონალი სპორტსმენები მთელი მოშურნეობით გადიან წვრთნას, რათა სუპერთასი, შავი ქამარი ან ოლიმპიური ოქროს მედალი მიიღონ. მაგრამ ყველა ეს ჯილდო ოდნავადაც კი ვერ შეედრება იმას, რისთვისაც ჩვენ გავრბივართ. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. ებრაელთა 12:1. აქ მთავარი სათქმელი შემდეგია: მოიხსენი ტვირთი, გაიქეცი და ნუ შეჩერდები. ამ მუხლს კიდევ ერთი თანამედროვე პერიფრაზირება ახლავს. მაშინ ისე ირბინე, რომ ჯილდო მოიპოვა. 1 კორინთელთა 9:24. ახლა კი საკუთარ თავს კითხე. ახლა, როცა მოვისმინე ამ ჯილდოს შესახებ, რომელიც მელის,
შეიძლება თუ არა ამ სიტყვებმა უფრო მეტი მნიშვნელობა? ფიქრობ, რომ პასუხი ვიცი.